ყოველ შობას და აღდგომას მორწმუნეები მოუთმელადელიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ეპისტოლეებს, რომელიც მოიცავს პატრიარქის რჩევებსა და დარიგებებს. 2026 წლის საშობაო ეპისტოლეს შესახებ სოფელ გურჯანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამავაჟა სონღულაშვილთან ვისაუბრებთ. მამავაჟა, დაგულოცეთ, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დაგულოცოთ ღმერთმა და ყველას გილოცავთ შობის დიდებულ დღესასწაულს. მამავაჟა, რას გვირჩევს საშობაო ეპისტოლეთი პატრიარქი? პირველეს ყოვლისა დიდება და მადლობა უფალს, რომ კიდევ ერთი ეპისტოლე ჩვენ მოვისმინეთ და ვიხილეთ და მადლობა ღმერთს, რომ ყავს ესეთი უდიდესი ეპოქალური ბუმბერაზი პიროვნება მისი უწმინდესობა 77 წლიდან, რომელიც უკვე 59 წელი დაიწყო, 48 წელი შესრულდა, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის ნახევარი საუკუნე თითქმის და აი ჩვენ ქართველებს გვესმის მისი ეპისტოლეები, როგორც საშობაო, ასევე სააღდგომო და მართლაც და მოუთმელათელის თითოეული ჩვენგანი მისი უწმინდესობის რჩევა დარიგებას და ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, დღესასწაულის შესახებ, შობის დიდებულ დღესასწაულის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს შობის დღესასწაულს, რამხელა დიდი მოწყალება, სიყვარული, თამდაბლობა, ზრუნველობა, გამომხსნელობით დატვირთვა აქვს შობის დღესასწაულს, ღვთის განკაცება, ანუ შობა ჩვენი ერის ტერმინოლოგიით არის, მაგრამ სინამდვილეში საეკლესიო ტერმინოლოგია ეს არის ღვთის განკაცების დღე, ანუ ძე ღმერთი განკაცდა, მოევლინა 33 წელი იცხოვრა დედამიწაზე ჩვენთან ერთად და წარმოიდგინეთ განკაცდა, ანუ დაიბადა ჩვილი მაცხოვარი, იმიტომ რომ ჯვარზე გაკრულიყო. აი რამხელა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ უდიდეს მოვლენას, ალბათ დედამიწა და თითოეული ჩვენგანი ჯერ კიდევ ვერ ამოვხსნით, რამხელა დიდი წყალობა და მადლი აქვს მოღებული უფალს ჩვენზე თითოეულ ჩვენგანს. მის მოუწმინდესობამ გაამახვილა შობის დიდებულ დღესასწაულზე და მე ღვთის დიდებულებაზე, რომ მთელი პლანეტები, კანონზომიერება, როგორ ღვთის კანონზომიერებით იმართება, რამხელა დიდია ღმერთი და მე აი ეს ღმერთი სწორედ არის განკაცებული ჩვენამდე დასული და ჩვენთან მოსული და ჩვენ საცხონებლად მოსული. შემდეგ რა თქმა უნდა, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა ადამიანის მნიშვნელობაზე. რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, რომ ადამიანი ანუ ღვთის კანონ ქმნილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ადამიანი. და აი ეს დედამიწა ხილულთა უხილავ სამყარო ადამიანის გარშემო არის. და აი მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნულობა, ადამიანი ამ ცხოვრებაში და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი განკაცდა ადამიანისთვის, რომ ეცხონებინა და საერთოდ ადამიანი დაბადებულია და დაბადებულები ვართ არა ამ ქვეყნისთვის და მიწიერი ტანჯვისთვის და ტკივილისთვის, არამედ ზეციური მოქალაქეობისთვის. პატრიარქი შეეხო, რომ ადამიანი სწორედ უნდა კონდეს ყურადღება, უდიდესი ყურადღება გადატანილი გარდაცვალების დროს თუ როგორ სად დაიმკვიდრებს და ამისთვის უნდა ამ მიწაზე ზრუნავდეს, რომ მარადიული სამყოფელი დაიმკვიდროს, რა თქმა უნდა მშვიდობაზე, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობას ძალიან დიდი ფასი აქვს, ესე ვთქვათ, ფასდაუდებელიც არის, ესე ვთქვათ, მშვიდობა და ჩვენ ყველა უნდა ყველაფერს ვაკეთებდეთ მსოფლიოში, რომ იყოს მშვიდობა, ერთაშორის რომ არ იყოს დაძაბულობა, არ იყოს კონფლიქტი, არ იყოს ომები, არ იყოს ჭურვების სროლა და რა თქმა უნდა, მისმა უწმინდესობამ კიდევ გაამახვილა ყურადღება ეპისტოლეში ჭეშმარიტ ნამდვილ თავისუფლებაზე. სიტყვის თავისუფლებაზე, ხო, ჩვენ ხშირად გვეშლება და ძალიან ვხედავთ კიდევაც ნათელ მაგალითს, რომ სიტყვის ეგრეთ წოდებულ თავისუფლებას ამოფარებულები ღვარძლი და შუღლი და ბილწსიტყვაობა და ერთმანეთის შეურაცხყოფა არის სამწუხაროდ. ეს არ არის თავისუფლება. ნამდვილი თავისუფლება არის, როცა საკუთარ თავს უფალი ხარ, ფლობ საკუთარ თავს, აკონტროლებ საკუთარ ემოციას, დამთმენი ხარ, მოსიყვარულე ხარ, შორს მჭვრეტელი ხარ, სიბრძნე გაქვს, სულიერი ცავსე ხარ, მადლით ცავსე ხარ და აი ამ ყველაფერზე გაამახვილა მისმა უწმინდესობამ მოგვიწოდა, ესე ვთქვათ, და მე მინდა გითხრათ, რომ აი მე მრევლს მაგალითად ვთხოვე, რომ 77 წლიდან დღემდე არსებობს, ესე ვთქვათ, წიგნად ტომად გამოსული მისი უწმინდესობის ეპისტოლეები და მე ვთხოვე და მოდით ერთად დავიწყოთ ეპისტოლეების კითხვა და ძალიან ბევრ ამას აღმოვაჩენთ წინსწრეფითაც როგორ გვაფრთხილებს, გვაფხიზლებს ქართველებს მისი უწმინდესობა ამ ეპისტოლეებში ძალიან დიდ სიბრძნეს დავინახავთ მისი უწმინდესობის ეპისტოლეების და აი ამ დარიგებით მამაშვილური ღვთის მადლით
დარიგებით, ესე ვთქვათ, მისი უწმინდესობისა და ჩვენც აღვასრულოთ ეს დარიგება და დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპ-ეტაპ ამ დარიგების და რჩევების აღსრულება. დიახ. აი თქვენ ახსენეთ, რომ წიგნი არის გამოცემული და მთავარი არის რაც უნდა ვისწავლოთ პატრიარქის ეპისტოლეებიდან. აი რომ დაუკვირდეთ მისი უწმინდესობა აბსოლუტურად ყველაფერს გვასწავლებს. არა მარტო სულიერს, არა მარტო სულის ხონებაზე მოგვიწოდებს. ამ ქვეყნით თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რამხელად სიყვარული უნდა თესოს, ძალიან ბევრი მრავლის მომცველი არის ეპისტოლეები, ახლა როგორ მოყვები ხო 60 წლიდან დღემდეის და აი ელემენტარულად გეტყვით რომ არის ეპისტოლეში გამახვილებული ხელების დაბანაზეც. ნახეთ აი რატო ვამბობ ამას, რომ ძალიან თითქოს ელემენტარულზე, მაგრამ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, რომ სისუფთავეზე, ფიზიკურ სისუფთავეზე, სულიერ სისუფთავეზე, ერთმანეთს დამოკიდებულობაზე, ოჯახურ ურთიერთობაზე, ბავშვებთან ურთიერთობაზე, სწორად აღზრდა ეს სახელმწიფო დონის ესე ვთქვათ, დარიგებაზე, მსოფლიო სახელმწიფოთა შორის დონის დარიგებაზე ეპისტოლე არის მიზღვნილი და ყველასთვის არის ყურადსაღები და საინტერესო და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით ეპისტოლეებს თუ გადავიკითხავთ, გავიაზრებთ და დავიწყებთ როგორც მამის დარიგების აღსრულებას. ვიზე იმეთშობა დასრულდა მარხვალ და როგორ გრძელდება სულიერი ცხოვრება უკვე მარხვის შემდეგ? მადლობა ღმერთს, რომ ღვთის მადლით მშვიდობით გავიარეთ შობის მარხვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვაშიც რა თქმა უნდა არის ბრძოლა, მარხვაში ადამიანი სულიერად ბრძოლობს, სულიერად იღვწის და მარხვის შემდეგი ეტაპიც არანაკლებად საშიში არის, რომ შეიძლება უცბად ბოროტმა დაგაკარგინოს ის, რაც მარხვაში აკრიფე. ეს უნდა გვახსოვდეს მორწმუნე ადამიანს და მარხვალ ადამიანს განსაკუთრებულად, რომ შეიძლება ერთ წამში, ერთ დღეში, ერთ საათში დააკარგო მთელი 48 დღის მარხვის მადლი. იმიტომ რომ ბოროტმა ძალიან კარგად იცი, იქ მობილიზება გაქვს და იქ შეიძლება იმდენადაც არ გებრძვის, მაგრამ ჩასაფრებულია როგორც ზღურბლს გადმოაბიჯებ აქეთ. ანუ შენ იფიქრებ რომ მარხვა ხშირად გვემართება ხოლმე ჩვენ ქრისტიანებს, რომ მარხვა დამთავრდა და ეხლა ხორცს მიუშვებ, აუშვებ. სინამდვილეში მოდი ასე ვთქვათ, მარხვამ უნდა გაგზარდოს. მარხვამ უნდა სიბრძნე მოგმატოს, მარხვამ უფრო სულიერება უნდა მარხვამ უნდა შეგვაძლებინოს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო და უფრო მეტად ვცილდებოდეთ მიწიერ საზრუნავებს, სიტკბოებას, სასატკბილობას, სიმთვრალეს და კიდევ მრავალ რაღაცას. ანუ ესე იგი თუ მე მარხვა მზრდის, მარხვის შემდეგ მე უნდა გაზრდილი ვიყო უკვე, ხო? ესე იგი მე კი არ უნდა ველოდებოდე მარხვა გავიდეს და ეხლა ლიტრობით ღვინო დავლიო, მარხვა გავიდეს და ეხლა კილოობით ხორცი შევჭამო და ვარჩიო გემოთ მოყარება. ამას არ უნდა ელოდებოდეს ქრისტიანი, შენ თუ გაზრდილი ხარ და თუ გაზრდილი არ ხარ, მარხვისთვის მარხულობ და არა შენი სულიერი გაზრდისთვის და სულის ხონებისთვის და ერთი სული აქვს ადამიანს, აი შინაგან რა თქმა უნდა ხორცს რა თქმა უნდა საკვების ჭირდება და მართლა შინაგან განიცდის ამ ნაკულოვანებას, მაგრამ შენ უნდა დადგე ამაზე მაღლა, სტომაქზე, მუცელზე მაღლა უნდა დადგე ადამიანი და ღვინის თრობაზე და გართობაზე და სასატკბილობაზე ზემოთ უნდა დადგე, თუ მარხულობ, უნდა ყოველი მარხვა გზრდიდეს, სიბრძნეს გაძლევდეს, სულიერებას გაძლევდეს და წესით ქრისტიანისთვის მარხვა არასდროს არ სრულდება. რა არის მარხვა? სულიერი შრომა, ხო? და ყოველი მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს შრომა, სულიერი შრომა, ფიზიკური შრომა და სულიერი შრომა, მთელი ჩვენი ცხოვრება. დიახ, და აი ხშირად შეიმჩნევა ხოლმე, რომ მარხვის დროს წირვალოცვისას ტაძრები სავსე არის მრევლით და როგორც კი მთავრდება მარხვა, ცარიელდება. მთავარი გამომწვევი მიზეზი ამის რა არის? ხო, ეს ჩვენი ადამიანური სისუსტეა, ხო, აი როგორც წევა ვთქვით, რომ მარხვა უნდა გზრდიდეს. გონია რომ აი აღდგომის მარხვა თუნდაც, აი დიდი მარხვა, ზოგი ამბობს, აი შობის არა და დიდი მარხვა შევინახავ. რაღაცნაირად სასწრებს ადამიანი დიდ მარხვას, ფიქრობს რომ ერთხელ თუ დიდ მარხვას შეინახავს, ან ხორცს შეჭამს და მე რა და მე უკვე ელოდება შემდეგ დიდ მარხვას, დანარჩენ მარხვას ხშირად ადამიანი უფრო არაფრად არ მიაჩნევს ხოლმე. სინამდვილეში ყველა მარხვა დიდია, ყველა მარხვას თავის დატვირთვა აქვს, ყველა მარხვას თავის სულიერი სწავლება აქვს და არის ხოლმე მრევლშიც, რომ მოეშვება, აი იმარხულებს, მარხვაში მობილიზებულია, ეკლესიაში დადის და შემდეგ მარხვის მერე მომდევნო მარხვამდე მოშვებული არის. ეს არ არის სწორი, ანუ მე წეღანას ვთქვით, რომ თუ შენ მარხვა გზრდის, ესე იგი შენ ღმერთს გაახლოებს. თუ შენ სიტკბოსთან ახლოს ახარ, მაშინ რამ შეიძლება შენ მარხვის მერე ამ სიტკბოს გაგაშოროს, ხო? უფრო მეტად ეს უნდა შეინარჩუნო, ეს სიახლოვე და მარხვის მერეც უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდე, შემდეგ მოვიდა კიდე მარხვა, კიდე უფრო მეტი წინსვლა და სულიერი სიბრძნე უნდა მოგეცეს და ეს. დიახ.
დიდი მადლობა მამა ვაჟა, რომ იღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა დავლოცოს ქართველიერი, მთელი მსოფლიო შობის სიხარული ყოფილიყო ჩვენს გულებში. მადლობა უფალს მისი უწმინდესობის და უნტარესობისთვის, მისი სიბრძნისთვის, მისი მამაშვილური სულიერი დარიგებისთვის და მადლობა უფალს, რომ მისი ხმა ისმის ჩვენს დედა ეკლესიაში და საქართველოში და მთელ მსოფლიოში ღვთის სადიდებლად.